მოსახლეობის განლაგება და სიმჭიდროვე. Ამ გაკვეთილში თქვენ შეიტყობთ თუ რა არის მოსახლეობის სიმჭიდროვე და რატომ არის მსოფლიო მოსახლეობა არათანაბრად განლაგებული. ასევე წარმოგიდგენთ მსოფლიოს მჭიდროდ დასახლებულ და მეჩხრად დასახლებულ რაიონებს და მოსახლეობის სიმჭიდროვის განმსაზღვრელ ფაქტორებს. დედამიწის მოსახლეობა არათანაბრადაა განლაგებული. ზოგი რაიონი მჭიდროდაა დასახლებული, ზოგიც ნაკლებად. არსებობს დაუსახლებელი ტერიტორიებიც. ისტორიულად პირველი მჭიდროდ დასახლებული ადგილები შეიქმნა დიდი მდინარეების ვაკეებზე. უძველესი ცივილიზაციები სწორედ ნილოსის ქვემო დინების, ტიგროსის და ევფრატის, ინდის და განგის, ხუანხესა და იანძის და სხვა მდინარეების ნაყოფიერ ხეობებში, უდაბნოთა ოაზისებსა და მთათაშორის დადაბლებულ ვაკეებზე მდებარეობდა. მოსახლეობა ამგვარ ადგილებს საცხოვრებლად ირჩევდა ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების და მრავალფეროვანი რესურსების გამო. ასეთი შერჩევის გზით ყალიბდებოდა განსახლების ძირითადი არეალები. რაც უფრო მეტად ვითარდებოდა საზოგადოება, მით უფრო მეტ რესურსს იყენებდა და აფართოებდა არეალს, უფრო ინტენსიურად იყენებდა ათვისებულ მიწას. არსებობს ფაქტორთა ჯგუფი, რომელიც აძნელებს ან აადვილებს საცხოვრებელ პირობებს ადამიანთათვის. განსახლებაზე მოქმედი ასეთი ფაქტორებია ფიზიკურ-გეოგრაფიული, რომელიც მოიცავს რელიეფურ, კლიმატურ, რესურსულ და სხვა პირობებს. ასევე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც მოიცავს ძირითადად მრეწველობასა და ტრანსპორტს. მოსახლეობის განლაგებასა და სიმჭიდროვეზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე დემოგრაფიული ფაქტორი. მსოფლიო მოსახლეობა უთანაბროდ არის განაწილებული. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 80%, დასავლეთ ნახევარსფეროში კი 20%. ამ მხრივ მეტი კონტრასტია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს შორის. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თავმოყრილია მოსახლეობის 90%. შესაბამისად სამხრეთში 10%. მსოფლიო მოსახლეობა არათანაბრად ნაწილდება ქვეყნის ნაწილებს შორისაც. აზიაში ცხოვრობს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის თითქმის 60%. გარკვეული კავშირი არსებობს მოსახლეობის ტერიტორიულ განლაგებასა და ბუნებრივი პირობების ვერტიკალურ ზონალობას შორის. მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 60% ცხოვრობს დაბლობ ზონაში. არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა ცხოვრობს. ასეთი ქვეყნებია მაგალითად ბოლივია, პერუ, მექსიკა, ეთიოპია, ავღანეთი. ბოლივიაში, პერუსა და ტიბეტში ადამიანის ბინადრობის ზედაზღვარი 5000 მეტრს აღემატება. მაშინ, როდესაც მკვდარი ზღვისპირას არსებული სოფლების ზღვის დონიდან ქვემოთ 400 მეტრით დაბლა მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზღვისპირა და ოკეანისპირა რაიონებში 200 კილომეტრის სიგანის სანაპირო ზოლში განლაგებულია მთელი მსოფლიო მოსახლეობის 55%. დედამიწაზე დასახლებული პუნქტები ვრცელდება ჩრდილო განედის 78 გრადუსიდან გრენლანდიიდან სამხრეთ განედის 54 გრადუსამდე ცეცხლოვან მიწამდე. და ბოლოს, დედამიწის ხმელეთის 7%-ზეა თავმოყრილი მთლიანი მოსახლეობის 70%-ზე მეტი, რაც მიუთითებს მოსახლეობის არათანაბარ განაწილებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონები და ცალკეული ქვეყნები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან მოსახლეობის სიმჭიდროვით. რა არის მოსახლეობის სიმჭიდროვე? მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების ანალიზისთვის გამოიყენება სიმჭიდროვის მაჩვენებელი. მოსახლეობის სიმჭიდროვე გამოითვლება მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით ტერიტორიის ფართობთან. მოსახლეობის სიმჭიდროვე ტოლია მოსახლეობის რაოდენობა შეფარდებული ტერიტორიის ფართობთან. მოსახლეობის სიმჭიდროვე იანგარიშება კვადრატულ კილომეტრზე 1 კვადრატულ კილომეტრზე.
მოსახლეობის სიმჭიდროვე შეიძლება გამოთვლილი იქნას მთელი მსოფლიოსთვის, ან თითოეული კონტინენტისთვის, ასევე ცალკეული ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ქალაქისთვის და დასახლებული პუნქტის ცალკეული უბნისთვისაც კი. მსოფლიო მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 53 კაცს 1 კვადრატულ კილომეტრზე. კონტინენტებს შორის სიმჭიდროვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია აზიას, სადაც სიმჭიდროვე შეადგენს 89 კაცს 1 კვადრატულ კილომეტრზე. მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა ჯუჯა სახელმწიფო მონაკო, რომლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 32409 კაცს, ფართობი 1,95 კვადრატულ კილომეტრს, შესაბამისად სიმჭიდროვე გამოდის 16620 კაცი 1 კვადრატულ კილომეტრზე. ხშირად დიდია ქვეყნის ფარგლებში რეგიონების სიმჭიდროვის მონაცემებს შორის სხვაობა. ეს გახლავთ ევროპის სიმჭიდროვის რუკა და აქ ერთი მაგალითი მინდა წარმოგიდგინოთ გაერთიანებული სამეფო, სადაც საშუალო სიმჭიდროვე მთელი ქვეყნისთვის შეადგენს 247 კაცს 1 კვადრატულ კილომეტრზე. თუმცა მის ცალკეულ ნაწილებს შორის ეს მაჩვენებელი რყევადობას განიცდის. მაგალითად, ქალაქებში, დიდ ქალაქებში სიმჭიდროვე შეადგენს 500 კაცს 1 კვადრატულ კილომეტრზე, ხოლო შოტლანდიის ჩრდილოეთით იგი შეადგენს 10 კაცს 1 კვადრატულ კილომეტრზე. წარმოდგენილია მსოფლიო სიმჭიდროვის რუკა, სადაც მუქი ფერით გამოსახულია მჭიდროდ დასახლებული არეალები, ხოლო ღია ფერით მეჩხერად დასახლებული არეალები. რუკაზე კარგად არის გამოკვეთილი რამოდენიმე განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებული ვრცელი უბანი. ყველაზე მსხვილია აღმოსავლეთ აზიური არეალი, სადაც შედის ჩინეთის, იაპონიის და ორივე კორეის ტერიტორიები. აქ ცხოვრობს 1,5 მილიარდზე მეტი მოსახლე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მჭიდროდ დასახლებული უბანია სამხრეთ აზიური არეალი, სადაც შედის ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და შრი-ლანკა. აქ სიმჭიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე 300 კაცია, განგისა და ბრაჰმაპუტრას ხეობაში 500 კაცი კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა მილიარდს მნიშვნელოვნად აჭარბებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური არეალი კიდევ ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანია, რომელშიც შედის ტაილანდი, ფილიპინები, ინდონეზია და მალაიზია. დასავლეთ ევროპული არეალი მჭიდროდ დასახლებული უბანია, სადაც სიმჭიდროვე 200 კაცს აღემატება. აქ შედის დიდი ბრიტანეთი, ბენილუქსის ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია. ატლანტის ოკეანესა და დიდ ტბებს შორის შექმნილია ატლანტური არეალი, მჭიდროდ დასახლებული ერთ-ერთი ზონა ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით და კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სიმჭიდროვის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული ქვეყნებია ბანგლადეში, რომლის სიმჭიდროვე შეადგენს 1002 კაცს 1 კვადრატულ კილომეტრზე. ასევე გამოირჩევა ტაივანი, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ლიბანი, ბელგია, იაპონია, ასევე ინდოეთი, რუანდა და ელ-სალვადორი. სიმჭიდროვის რუკაზე გარდა დიდი რაიონებისა გამოკვეთილია მჭიდროდ დასახლებული მრავალი ცალკეული შედარებით მცირე ზომის არეალი. ასეთი არის ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო, ნიგერიის მიმდებარე სანაპირო, ნილოსის ქვემოწელი და ნილოსის დელტა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები და კარიბის ზღვის კუნძულები, ასევე კალიფორნიის ოკეანისპირა რაიონები. რუკაზე ღია ფერით გამოსახულია მეჩხრად დასახლებული დაუსახლებელი არეალები. ეს არის ჩრდილოეთ კანადა და ალასკა, ასევე გრენლანდია, საჰარის უდაბნო, ამაზონის აუზი, ციმბირი, ავსტრალიის უდაბნოები და ასე შემდეგ.
ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყნებია ავსტრალია, მონღოლეთი და ნამიბია, სადაც სიმჭიდროვე შეადგენს 2 კაცს 1 კვადრატულ კილომეტრზე. ასევე მეჩხრად არის დასახლებული ბოტსვანა, მავრიტანია და კანადა 3 კაცით 1 კვადრატულ კილომეტრზე. თუ კი ერთმანეთს შევადარებთ სიმჭიდროვისა და ფიზიკურ გეოგრაფიულ რუკებს, ნათლად დავინახავთ მოსახლეობის განლაგების კავშირს ბუნებრივ პირობებთან. დასავლეთ ევროპა მაღალი სიმჭიდროვის არეალია. აქ ზომიერი კლიმატი და ვაკე რელიეფია გაბატონებული. აქ ხელსაყრელი პირობებია სატრანსპორტო ქსელის და მრეწველობის განვითარებისთვის, რამაც განაპირობა არეალის მჭიდროდ დასახლება. იგივე ევროპაში თუ ავიღებთ სკანდინავიას, ხედავთ, რომ იგი მეჩხრად არის დასახლებული და ევროპის დანარჩენ ნაწილთან შედარებით ბევრად უფრო მცირეა სიმჭიდროვის მაჩვენებელი. ეს განპირობებულია რთული რელიეფური პირობებით და ცივი კლიმატით. ჩრდილოეთ აფრიკაში სიმჭიდროვის მხრივ კონტრასტულია ნილოსის ველი და საჰარის უდაბნო. ნილოსის ველი და ნილოსის დელტა მჭიდროდ დასახლებული უბანია. აქ წყლის მარაგი ირიგაციის და მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლევა. ამის საწინააღმდეგოდ ადამიანის დამკვიდრება საჰარაში დიდ სირთულეს წარმოადგენს. კლიმატი აქ ცხელი და უნალექოა, შესაბამისად არ არის წყლის მარაგი და ვერ ვითარდება ფერმერული საქმიანობა.